ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით 2012 წლის სტატისტიკური სურათი ციფრები და მაჩვენებლები რომელიც რიგითი მომხმარებლის ინტერესის საგანი იშვიათად ხდება თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების ანალიზისთვის აუცილებელი წინაპირობა გაიზარდა თუ არა ნდობა სტატისტიკის სამსახურის მიმართ რამდენად ხშირად სარგებლობენ ბიზნეს სუბიექტები ოფიციალური მაჩვენებლებით საქსტატის სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე გახლავთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონო ზაზა მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ რომ გითხრათ, რახან ჩვენ გადაცემა დავიწყეთ 2012 წლის როგორია სტატისტიკური სურათი 2012 წლის, მაგრამ როგორც ცნობილია, ჯერ სრული ინფორმაცია 2012 წელთან დაკავშირებით არ აქვს, ხო, სტატისტიკის სამსახურს. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. სტატისტიკური კვლევების სპეციფიკიდან გამომდინარე 2012 წლის ბოლო კვარტალის მეოთხე კვარტალის შედეგები შესაძლებელი იქნება მარტის დასაწყისში, აქ საუბარი არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და მთლიანი შიდა პროდუქტზე, ძირითადად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკის სამსახური გამოკვლევას იწყებს მას შემდეგ, რაც კვარტალი მთავრდება. თუმცა წინასწარი მაჩვენებლები არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეული წინასწარ შეფასებებზე, რომელსაც ჩვენ ყოველთვიურად ვაკეთებთ მთლიანი შიდა პროდუქტთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩვენ გვაქვს სამი კვარტლის შედეგები გვაქვს უკვე ჩვენი სტატისტიკური გამოკვლევიდან მიღებული, ხოლო რაც შეეხება წინასწარ შეფასებებს, მხოლოდ ორი თვის შედეგები გვაქვს, ჩვენს ეს არის ოქტომბრის და ნოემბრის შედეგები. სურათი არის შემდეგნაირი, სამი თვის ჯამში საქართველოს ეკონომიკის დამ შეადგინა 7.5%, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა რეალურად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.5%-ით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, იმას ეს თვალისწინებთ, რომ შარშან ეკონომიკის დამ შეადგინა 7.2%, ხოლო ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებსაც შეეხება წინასწარი შეფასებებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ დახეხის გადამხდელი საწარმოების ბრუნვებიდან გამომდინარე და იქ ვიყენებთ ჩვენ ფაქტიურად ინფლაციის მონაცემებს და გარკვეულ მონეტარულ ფისკალურ სტატისტიკას დამ შეადგინა ჯამურად 3.7%. ინვესტიციების მაჩვენებელი როგორია 195 მილიონი თქვა. ინვესტიციების მაჩვენებელი 195 მილიონი იყო მესამე კვარტალის მონაცემები, ჩვენ ვავიღოთ ჯამურად სამი კვარტალის ჯამი, პირველი სამი კვარტალის ჯამის წინასწარი მონაცემები არის 694 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც უფრო მაღალია ვიდრე შარშან იყო წინასწარი მონაცემები, თუმცა ნაკლებია შარშანდელ დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით. ჩვენ დაზუსტებული მონაცემები ყოველწლიური გამოკვლევის დამთავრების შემდეგ გვექნება, ეს იქნება შემდეგი წლის საფხულში, ხოლო მანამდე მარტში ჩვენ გვექნება უკვე მეოთხე კვარტალის მონაცემები და შეგვიძლია ვთქვა წინასწარი მონაცემებით ინვესტიციების მოცულობა რამდენი შეადგინა ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ინვესტიციების რაოდენობა. ანუ ზაზა იმის მიუხედავად, რომ ჯერ არ არსებობს ისეთი დაზუსტებული სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა მაჩვენებლებთან დაკავშირებით, უკვე კეთდება განცხადებები იმის შესახებ, აი დღეს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა, რამდენიმე მაჩვენებელი დაასახელა და ამიტომ მე უშუალოდ თქვენს პროფილს შევეხები, ამ შემთხვევაში საუბარია ექსპორტ-იმპორტზე და ითქვა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ამ მიმართულებით. აი რა შეგიძლიათ? რაც შეეხება ექსპორტს და იმპორტს, ჩვენ უყურებთ როგორც ჯამურ მაჩვენებლებს, ანუ თვეების შეჯამებულ მაჩვენებლებს, ასევე უყურებთ ცალკეულ თვის შედარებას გასული ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაგალითად 11 თვის ჯამი, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი გაზრდილია 13%-ით, ის მაჩვენებელი ისე მაღალია შარშანდელთან შედარებით, თუმცა მაინც და არის, მაგრამ თუ ავიღებთ მაგალითად ბოლო თვეს ნოემბრის მაჩვენებელი, აქ საუბარი არის 2012 წლის ნოემბერზე, 2011 წლის ნოემბერთან შედარებით არის შემცირებული, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, რაც ბუნებრივია, ნიშანდობლივი და თვალშეცემი, ამიტომ რომ საგარეო ვაჭრობას ისედაც დის ტენდენცია ახასიათებს. ნოემბრის მაჩვენებლის არის შემცირებული, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შემცირება დიდი არ არის, მცირე არის, თუმცა ის ხაზგასმელია, რომ შესაბამისად შემცირების ტენდენცია წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა თუ შევადარებთ თვესთან. ჯამურად ბუნებრივია იზრდება, მაგრამ ჯამური ზრდა მაინც განპირობებულია გასული თვეების ზრდაზე. თუმცა საინტერესოა რა იქნება დეკემბრის მონაცემები. ჩვენ მთლიანად ავიღოთ მაგალითად ჯამური მონაცემები, ნომინალურად რამდენი იყო ექსპორტი, იმპორტი და ბრუნვა, მთლიანად მაგალითად ბრუნვა 11 თვის მონაცემებით უკვე გადააჭარბა გასული წლის 2011 წლის 12 მთელი წლის ბრუნვას. თუმცა დეკემბერში უკვე გამოჩნდება ფაქტურად ეს მხოლოდ ნოემბრისთვის იყო დამახასიათებელი შემცირება თუ ეს იგივე ტენდენცია გაგრძელდება დეკემბერში. მაგალითად თუ შემცირდა ნედლეულის იმპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირებულია რაღაცა გარკვეული საწარმო. ხო, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ როცა ჩვენ ვუყურებთ იმპორტს, საინტერესო არის კონკრეტულად რომელი საქონლის იმპორტი მცირდება. საქონელი ორი ტიპის არის, სამხარებლო საქონელი, არის საინვესტიციო საქონელი. სამხარებლო საქონელი იმპორტი გაზრდილია, რაც იმას
ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოხმარება ბუნებრივია გაზრდილია, შემცირებულია საინვესტიციო საქონლის იმპორტი. ანუ აქ საუბარი არის ნედლეულზე, რომელიც შემოსულია წარმოებისთვის. მოდით გადავიდეთ უშუალოდ თქვენ სამსახურის საქმიანობაზე ვისაუბროთ, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა სტატისტიკურ ინფორმაციაზე. ამასთან დაკავშირებით ხა ძალიან ბევრჯერ ითქვა ხაზი გაესვა რაღაცა ნდობის საკითხსაც, თუმცა ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, ზოგი ენდობა სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ზოგიც არ ენდობა, თუმცა ბოლო მონაცემებით როგორც გაირკვა, მოთხოვნა საკმაოდ მზარდი არის. რაც შეეხება მოთხოვნა სტატისტიკურ ინფორმაციაზე ბუნებრივია მოთხოვნა უნდა იყოს ისედაც, იმიტომ რომ სტატისტიკა ჭირდება როგორც ჩვეულებრივ ეგით მოქალაქეს, ასევე ჭირდება მთავრობასაც, ბიზნესსაც. ჩვენ ყოველ კვარტალურად და ყოველწლიურად ვაკეთებთ გარკვეულ შეფასებებს, ვითვლით თქვათ მოხმარებლების რაოდენობას, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე შემოდის, ასევე ვითვლით წერილობით შემოსულ მოთხოვნების რაოდენობას და როგორია დამოკიდებულება, რამდენად შეინიშნება ამ მიმართულებით აქტიურად. მნიშვნელოვანი ზრდა, მაგალითად ჩვენ რო ავიღოთ ვებგვერდზე შემოსულების რაოდენობა, ჩვენ რო შევადაროთ 2012 წელი 2010 წელთან შედარებით გაზრდილია 60%. 15% არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით. ჩვენ ველოდებით, რომ 2013 წელს უფრო გაცილებით დიდი იქნება ზრდა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი დავნერგეთ, ეს არის მობილური Android-ების მობილური ტელეფონის სპეციალური სტატისტიკური აპლიკაცია, ასევე დავნერგეთ მონაცემთა გავრცელების თანამედროვე დასავლური სტანდარტები, რომ ჩვენ მოხმარებელს საშუალება ექნება მონაცემი არა მხოლოდ თქვათ Excel-ის ცხრილით აიღოს, არამედ თვითონ გამოიყვანოს ნებისმიერი მონაცემი, თვითონ ააგოს გრაფიკი იქნება თუ ცხრილი იქნება. ას ბუნებრივია გაზის ასევე იზრდება ინტერესი ბიზნეს სუბიექტებს ბუნებრივია არა მარტო მოქალაქე ამას ახლა მე მაგალითად ვერაფერს ვერ ნებისმიერ ინტერნეტის მოხმარებელს შეუძლია ეს ჩვენს ვებგვერდის მეშვეობით ეს მონაცემი თვითონ გამოიყვანოს. რა შეეხება თვითონ 150-მდე კვლევას ატარებთ ყოველწლიურად. ჩვენ კვლევების რაოდენობა არის 150, გვაქვს ორი ტიპის კვლევები. ეს არის ადმინისტრაციული წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია და ეს არის ჩვენი საველე სამუშაოები, როცა ინტერვიუერები ჩვენი თანამშრომლები კონკრეტულად რესპონდენტებთან რასახის ინფორმაციას ვითხოვენ თქვენგან? ყველაზე ხშირად მოთხოვნადი ინფორმაცია არის საგარეო ვაჭრობასთან და ბიზნეს რეგისტრთან დაკავშირებული ინფორმაცია. ბუნებრივია დაინტერესებული არის პირველ რიგში ბიზნესი და გარდა ამისა გარკვეული კვლევარები, გარკვეული წრეები. ეს ფასიანია, ეს მომსახურების გარკვეული ტიპის ინფორმაცია ფასიანია, მაგალითად საგარეო ვაჭრობაში ინფორმაცია, რომელიც შეეხება დეტალურად შემოტანილი საქონლის, თქვათ, კოდების, თითოეული კოდის მიხედვით, ეს ფასიანია, ხოლო ბიზნეს რეგისტრი დავით და ბოლომდე არის უფასო და განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე, რომელიც ჩვენ განვაახლეთ 2012 წელს. გასაგებია. კიდევ ერთი კითხვა მექნება საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით. ეს თემა ძალიან ბევრჯერ, ძალიან ხშირად ხდება საკამათო, ძალიან ხშირად ხდება განცხადებების საფუძველიც, მაგრამ ითქვა, რომ ეს თქვენ ითვლით იმ მეთოდოლოგიით, სტატისტიკის სამსახური ითვლის იმ მეთოდოლოგიით, რომელიც დადგენილია და რომელიც გააქვთ. თუ კი ეს მეთოდოლოგია არ შეიცვალა, ის მაჩვენებელი, რომელიც დღეს არის 156 თუ 150 ლარამდე, ეს ასე იქნება. მე ითქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს აი ამ მეთოდოლოგიას. თუ არის ეს პროცესი რაღაც დაწყებული ან ზოგადად თუ მიმდინარეობს ამ გეტყვით, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია არის ალბათ იშვიათი გამონაკლისი, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ძირითადი მეთოდოლოგია ეფუძნება გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია დადგენილი არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ კონკრეტულად კალათი, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ეს არის 2003 წელს გამოსული ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ჩამონათვალს სარსუსათო კალათის 2003 წელს, რომელიც იმის შემდეგ არ მოხდა რა განახლება, კალათა განსაზღვრავს ჩამონათვალს სარსუსათო საქონლის, ამის და შესაბამისად უკვე ჩვენ ვაკვირდებით კალათაში არსებული საქონლის ფასიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ვიღებთ საარსებო მინიმუმის მონაცემს. რაც შეეხება კალათის განახლებას, ბუნებრივია სასურველია, რომ კალათი გადაიხედოს. ამის თაობაზე კონსულტაციები გარკვეული უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებობს, ჩვენ კონტაქტზე ვართ, ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს გარკვეული მიმართულებები, რა ტიპის როგორ შეიძლება კალათა განახლდეს ან თქვათ რა ტიპის საქონელი შეიძლება იქ იყოს ან არ იყოს, თუმცა ეს თავიდან ბოლომდე არის მთავრობის კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია. სტატისტიკის სამსახური ამ შემთხვევაში ითვლის. სტატისტიკის სამსახური მეთოდოლოგიას არ აწესებს. მეთოდოლოგია დგება მთავრობის მიერ, ჩვენ უბრალოდ მხოლოდ შემსრულებლები. გასაგები, ანუ თუ კი მოხდება ახალი მეთოდოლოგიის შემოღება, სტატისტიკის სამსახურს არ იქნება არანაირი ასე ვთქვათ პრობლემა, რომ იმ ახალი მეთოდოლოგიით დაითვალოს და გადაიხედოს ეს მაჩვენებელი. კიდევ ერთი კითხვა მექნება, ინფლაციის მაჩვენებელი რამდენად სტაბილურია, იმიტომ რომ ეს მოსახლეობა
ყველაზე მწვავედ სწორედ ინფლაციის და სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ თემას აღიქვავს. რა როგორი 2012 წელი იყო თითქმის მთლიანად დეფლაციური, ცალკეული გამონაკლისის თვეების გარდა. ეს პირველ რიგში გამომდინარეობს იქიდან, რომ როგორც მოგეხსენებათ 2011 წელს იყო საკმაოდ მაღალი ინფლაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ფასები იზრდებოდა როგორც სურსათზე, ასევე იზრდებოდა ფასები, თქვათ, საწვავზე, ტრანსპორტის ჯგუფზე. მაისში 2011 წლის ინფლაცია 14%-ს გადააჭარბა, რაც იყო საკმაოდ მაღალი. 2012 წელი გამოირჩევა დეფლაციური პროცესებით, რაც პირველ რიგში არის გამოწვეული ეგრეთ წოდებული საბაზო ეფექტით. ანუ ჩვენ წლევანდელ არსებულ ფასებს, დღეს არსებულ ფასებს ვადარებთ შარშან უფრო მაღალ ფასებს. რაც ბუნებრივია, შესაბამისად ინდექსში აისახება ნეგატიურად. ნეგატიურად იმას ნიშნავს, რომ ინდექსი არის ასე დაბალი, ანუ არის დეფლაცია. წელი დამთავრდა დეფლაციით, წლიურმა ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა -1.4%. ამას ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც მაღალი ინფლაცია არ არის კარგი ეკონომიკისთვის, ასევე დეფლაციაც ეკონომიკისთვის კარგი არ არის, იმიტომ რომ დეფლაციასაც თავისი უარყოფითი ნეგატიური მხარეები აქვს. პირველ რიგში ეს აქ არის ორი მხარე, არის მხოლოდ მომხმარებელი, აქ არის მწარმოებელი, რომელიც რეაგირებს ფასების ცვლილებაზე. ანუ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, იმისთვის რომ სტაბილური მაღალი ეკონომიკური იყოს მიღწევადი, სასურველი არის 5-6%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ხელს უწყობს და სტიმულს უწევს ეკონომიკას. და აი ამ დეფლაციას რა უარყოფითი შედეგი ჰქონდა ამ შემთხვევაში? უარყოფითი შედეგი ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკვე ამას პირდაპირ კავშირი აქვს მთლიანად ეკონომიკის დასთან. ეკონომიკის დას, როცა ჩვენ ვითვლით მთლიან შიდა პროდუქტს, ხდება დეფლირება. როცა არის უარყოფი დეფლაცია, ბუნებრივია დეფლირების დროს ეკონომიკის მაჩვენებელი მაღალი გამოდის, თუმცა გარკვეულწილად დეფლაციურ მოვლენებს არ ახასიათებს ეკონომიკის მაღალი აქტივობა ნომინალურად. ანუ აქ შესაბამისად საუბარი არის თვითონ ბრუნვაზე და ეკონომიკაში თვითონ გამოშვებულ შექმნილ პროდუქციაზე. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაზა. მე მაყურებელს მივაწვდი ასევე ინფორმაციას, რომ სტატისტიკის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შვედეთის ეს დონორი ორგანიზაციებია, ხო თუ? დონორი არის შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA, შვედეთის სტატისტიკა არის ჩვენი პარტნიორი, ჩვენ გვაქვს სამწლიანი პროექტი, 3 წლის განმავლობაში შვედეთის სტატისტიკოსები გვეხმარებიან ყველა ძირითად მიმართულებით. ეს პირველ რიგში შეეხება მეთოდოლოგია, შეეხება ფასების გამოკვლევას, კლიენტ შიდა პროდუქტს, გარკვეულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, IT ტექნოლოგიებს და გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის ჩვენი თანამშრომლების სწავლება და ტრენინგი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაზა, რომ გამონახეთ დრო და მოგზანდით, იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, ასევე კონკურენციის ახალი სამსახურის შექმნის საკითხებზე. ახლა კი გადაცემაში რეკლამის დრო. გადაცემა ბიზნესის დრო კვლავ ეთერშია. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწა და კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების გაძლიერება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა 5 ოქტომბერს ბიზნესმენებთან პირველივე შეხვედრაზე გააკეთა. მონოპოლიებს არავითანთ და კარტელურ შეთანხმებებს არავითანთ, რომ ფასები უნდა იყოს საბაზრო. მათი მხრივ შევახსენე და ვთხოვე დღეს, რომ ვისაც აქვს დამოკიდებულება ფასებთან და მონოპოლიებთან, ვისაც აქვს ურთიერთობა და ვინც მონაწილეობენ კარტელურ შეთანხმებებში, უარი თქვან, რომ ჩვენ აუცილებლად შევებრძოლებით კანონის სახით, მხოლოდ კანონით დავაფუძნებთ ანტიმონოპოლიური კომიტეტს და ჩვენ არ დავუშვებთ დღევანდელ მდგომარეობის გაგრძელებას საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა 5 ოქტომბერს ბიზნესმენებთან პირველივე შეხვედრაზე. ამის შემდეგ ანტიმონოპოლიური სამსახური მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოდან ამოქმედება. ასეთია გადაწყვეტილება, ამ საკითხზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფები მუშაობენ. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით და ეკონომიკის სამინისტროში ამოქმედდა ცხელი ხაზი. დეტალურად თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმარია პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ქეთევან ლაფაჩი და სწორედ ამ თემაზე გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს ქალბატონ ქეთევანთან. ქალბატონ ქეთევან, პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ანტიმონოპოლიური ღონისძიებები, ეს არის ერთ-ერთი ძალიან ესეთი პრობლემური და აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება, თუმცა მანამდეც კეთდებოდა განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ ეს არის პრობლემა. თქვენ დღეს როგორ შეაფასებდით ვითარებას? ნაწილი ამბობს, რომ
არსებობს ეს კარტელული შეთანხმებები, მონოპოლიები, ნაწილი ამბობს, რომ ამის დასაბუთება საკმაოდ რთულია, მაგრამ ნაწილი ამბობს არის კონკურენტული გარემო საქართველოში. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც ადამიანი, რომელსაც არაერთი ასე ვთქვათ, საკმაოდ ჩახედული ხართ ამ საკითხში? მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და რაც შეეხება კონკურენციული გარემოს შეფასებას და იმ ასრთა სხვადასხვაობას, რომელსაც თქვენ ბრძანებთ. დღეს საერთოდ კონკურენცია ნიშნავს როგორც ბიზნესის ეკონომიკურ თავისუფლებას, ჯანსაღი კონკურენცია, ასევე მომხმარებელთა არჩევანის თავისუფლებას. თუ აქედან გამოვალთ და გადავხედავთ ჩვენს ბაზრებს, გამომდინარე იქიდან, რამდენად თავისუფალია საქართველოს ბაზარზე შესვლა დაინტერესებული მეწარმეების მხრიდან ან დამკვიდრება ამ ბაზრებზე და რამდენად თავისუფალია მომხმარებლის არჩევანი, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის თუ არა საქართველოს ბაზარი რეალურად კონკურენციული, თავისუფალი კონკურენციის პირობები არსებობს თუ არა საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე, რომელ ბაზარსა აქვს უფრო მეტი პრობლემა და რამდენად გახსნილია ბაზარი ნებისმიერი შემცვლელისათვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში დაგროვდა ამ მხრივ უამრავი პრობლემა, ვისმენთ ბიზნესმენთა პრეტენზიებს, ვისმენთ მომხმარებელთა პრეტენზიებს, თუმცა იმისთან რა თქმა უნდა, მომხმარებელი ზარალდება ყველაზე მეტად ცხადია, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ბიზნესი არ ზარალდება, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი ჩვენი საქართველოს ბაზარი ფორმალურად ღიაა, საკანონმდებლო დონეზე ბაზარი გახსნილია, ბაზარზე ნებისმიერი შემომსვლელებისათვის ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ არაფორმალური არაერთი ბარიერია ბაზარზე, არსებობს ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ფირმების მხრიდან გარკვეული პრობლემების შექმნა ახალ შემომსვლელთათვის. ჩვენ ვისმენთ დღეს უკვე არაერთ განცხადებას ბაზრიდან განდევნილი, ხელოვნურად განდევნილი ბიზნესების მხრიდან არსებობს უკვე მათი განცხადებები სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ისინი ითხოვენ სამართლებრივ ჩარევებს და სხვადასხვა. ეხლა იმის ასე ვთქვათ, დასკვნის გაკეთება და ცალსახად იმის გაცხადება, რომ ამა თუ იმ ბაზარზე არსებობს კარტელური შეთანხმებები, ამა თუ იმ ბაზარზე არსებობს მონოპოლიები და ისინი მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, ამის ცხადი ნიშნები, რა თქმა უნდა, არსებობს ბაზარზე და მე ეს არაერთხელ განმიცხადებია, თუმცა დოკუმენტურად შეფასება რომ დაიდოს და გამოიკვეთოს კონკრეტულად ესა თუ ის ბიზნესი ან ეს კონკრეტულ კეისში დამნაშავე პირები, ამისათვის საჭიროა სათანადო ანალიტიკური კვლევების ჩატარება, რასაც უნდა ახორციელებდეს და ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც კონკურენციული პოლიტიკა აღიარებული აქვს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, ამას აკეთებენ კიდეც შესაბამისი სტრუქტურები, ანტიმონოპოლიური ორგანოების სახით, კონკურენციული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოების სახით და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს ასეთი სააგენტო არსებობს ფორმალურად, ჩვენ ვიცით, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზების და პოლიტიკური ნების გამო ეს საკითხი ფაქტობრივად ფორმალურ არსებობას აგრძელებს სააგენტო. დიახსულელობისას უბრალოდ მე მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი არასამთავრობო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აქვს ჩატარებული ანტიმონოპოლიურ საკითხებთან დაკავშირებით კვლევა და როგორია მათი პოზიცია, მოდით მოვისმინოთ. ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში არსებული კონკურენციის ინსტიტუციონალური გარემო საჭიროებს სერიოზულ რეფორმირებას. ჩვენი კვლევის შედეგად გამოვლინდა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც აუცილებელია განხორციელდეს მოქმედ კანონმდებლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში კონკურენციის ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა და თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველყოფა. გამოვლინდა მაგალითად ბაზარზე არსებული სუბიექტების მიერ ფასების პარალელიზმის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე დაფიქსირდა ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მიერ პარალელური ქმედების არაერთი შემთხვევა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოსათვის, რომ ამ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა საჭიროებს კონკურენციის სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ჩარევას. საერთაშორისო ამ წარმომადგენელი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსი აცხადებს, რომ გამოიკვეთა ისეთი ვითარება, რომ გარკვეული ჩარევა სახელმწიფო ჩარევაზე საუბრობს. თუმცა სახელმწიფო ჩარევა ძალიან ცუდად აღიქმება თავად ბიზნესმენების მხრიდან. რაც შეეხება თავად ჩვენ გვაქვს რეალურად დღესდღეობით კანონმდებლობა, ქალბატონო, რომელიც 2012 წლის ახლახანს მიგვიდა. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო მდგომარეობა. თქვენ იცით, რომ
არდების რევოლუციის შემდეგ კონკურენციის ხელისუფლებამ საერთოდ უარყო კონკურენციული პოლიტიკის როლი და მნიშვნელობა. კანონი მანამდე არსებული გაუქმდა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სრულყოფას საჭიროებდა, ფაქტობრივად მიღებული იქნა ახალი კანონი, რომელიც არანაირად არ შეიცავდა კონკურენციის პოლიტიკის გატარებისთვის აუცილებელ დებულებებს. ანუ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, კონკურენციის კანონმდებლობა ძირითადად რამდენიმე სახის დებულებებს და რამდენიმე ტიპის მიმართულებით გულისხმობს პრევენციული აღკვეთი და აღკვეთი ღონისძიებების გატარებას. ეს არის ანტიკარტელური ქმედებები, ანუ მეწარმე სუბიექტების ანტიკონკურენციული ქმედებების დაუშვებლობა და აღკვეთა, მათ შორის არის კარტელური შეთანხმებების გამოვლენის და აღკვეთის ღონისძიებები, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა და აღკვეთა და ანტიკონკურენციული შერწყმების მონიტორინგი. არც ერთ ასეთ მიმართულებას, არც ერთ შესაბამის დებულებას არ შეიცავდა 2012 წლამდე მოქმედი კანონი. აი 2012 წელს უკვე ევროგაერთიანების ევროკომისიის დაჟინებული მოთხოვნით, თქვენ იცით რომ ღრმა და ყოვლისმომზადი იყო წინაპირობები გარკვეული ჩვენი პროგრესის უზრუნველსაყოფად ევროკავშირთან ურთიერთობების სფეროში. ეს ეხება პირველ რიგში ვაჭრობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შემდგომი პროგრესი უზრუნველყოფის აი ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული. იყო რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომ ქვეყანას უნდა გააჩნდეს აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელებისათვის და შესაბამისი აღმასრულებელი ინსტიტუტი. აი სწორედ ამ მიზნით იქნა ამის საპასუხოდ იქნა მიღებული 2012 წლის კანონი, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი იმდენ ხარვეს შეიცავს და მიუხედავად გაუმჯობესებული დიზაინისა, ეს იყო ფორმალური დაკმაყოფილება ევროკავშირის მოთხოვნებისა და ფაქტობრივად ის არ იძლევა კონკურენციული პოლიტიკის რეალურად გატარების საშუალებას. ამ კანონზე, რომელიც 2012 წლის მაისში იყო მიღებული, გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა გადაცემაში რეკლამის დროა. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. გადაცემა ბიზნესის დრო კვლავ ეთერშია. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს ქეთევან ლაფაჩი, ექსპერტი, ასევე პროფესორი და ჩვენ საუბრობთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, უნდა იყოს თუ არა მკაცრი და ზოგადად როგორ უნდა მოხდეს რეგულირება, ისე რომ გარკვეული ოქროს შუალედი იყოს გამოძებნილი, არ მოხდეს ბიზნეს ინტერესების შევახვა და ამავე დროს გარკვეული რეგულირება მოხდეს ისე რომ იყოს ქვეყანაში შექმნილი კონკურენტული გარემო. მოდით წაღად ჩვენ დასაწყისშივე, საუბრის დასაწყისშივე ქეთევან ჩვენ ვახსენეთ, რომ არსებობს ექსპერტების ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ზედმეტი რეგულაციები შესაძლოა გარკვეულწილად აღმოჩნდეს ბიზნესისთვის წნეხი. მოდით მოვისმინოთ კიდევ ერთი კომენტარი და ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. დიახ, რამდენიმე წუთში ჩვენ კიდევ მოვისმენთ კომენტარს, ეს გახლავთ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის პაატა შეშელიძის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ ზედმეტმა რეგულაციებმა შეიძლება პირიქით გარკვეული პრობლემები შექმნას. მოდი ვნახოთ ვიდეო. მონოპოლია შეიძლება შეექმნას მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევით, მის მიერ პრივილეგიის მინიჭებით და საგანგებო უფლებების გაცემით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ესეთი სტრუქტურა ზედმეტია, ჩვენ მთავარია მხარი დაუჭიროთ თავისუფალ ბაზარს და შეუზღუდოთ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, რომ მან რომელიმე კერძო კომპანიას მისცეს რამე პრივილეგია და შეუზღუდოს ახალ მოთამაშეს ბაზარში შესვლა. ეს არის მოსაზრება კიდევ ერთი, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, რამდენად იზიარებთ ასეთ ხედვას, თუ არის რაღაცა ისეთი, რაშიც ეთანხმებით ან არ ეთანხმებით. ცხადია. აი ამ წუთას ბატონმა პაატამ ესეთი ფრაზა თქვა, რომ ნებისმიერი სტრუქტურა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბაზარზე შესვლას, ამა თუ იმ ბიზნესის ან თქვათ იყოს ზედმეტი რეგულაცია ბიზნესის, ეს არის რა თქმა უნდა ცუდი. შეუძლებელია ამაში არ დავეთანხმოთ, რომ ზედმეტი რეგულაცია და ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ჩარევა ან ვიღაცისთვის უპირატესობის მინიჭება, ცხადია ეს კანონსაწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება ყოველგვარი თავისუფალი ბიზნესის პრინციპებს და შეუძლებელია ვინმე ამის მომხრე იყოს. მაგრამ აქ საკითხავია, რამდენად ეხება ეს კონკურენციულ რეგულირებას და სწორედ კონკურენციული პოლიტიკის ძირითადი მიზანი სწორედ ის არის, რომ
ერთის მხრივ არ დაუშვას სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული ქმედებები, ამა თუ იმ ბიზნესის ბიზნესისათვის უპირატესი პირობების მინიჭება, უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება, ანუ მიცეს საშუალება ბიზნესს, რომ მან იარსებოს არადისკრიმინაციულ გარემოში, აღკვეთოს ყველა ტიპის ანტიმონოპოლიური, ანტიკონკურენციული ქმედებები, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც სწორედ აი ასეთ დისკრიმინაციულ ქმედებებში გამოიხატება, ასევე თვით ბიზნეს სუბიექტების მხრიდან ბიზნეს ისეთი ქმედებების დაუშვებლობა უზრუნველყოს და აღკვეთა, როგორიც არის მათ შორის ბაზრების დაყოფა, ამა თუ იმ ნიშნით მომხმარებლის დაყოფა, ფასების ფიქსირება, ჯგუფური ბოიკოტი და მრავალი სხვა, რომელიც ცნობილია კარტელური შეთანხმებების სახით. ასე რომ რაღაც ნაწილში შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ბატონ პაატას, პირიქით ბიზნესის ზედმეტი რეგულირება ცხადია, ცუდია, აქ საუბარი არ არის რეგულირებაზე, მეტ ან ნაკლებ რეგულირებაზე, ნებისმიერი სახის რეგულაცია უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და აუცილებელია მისი სარგებელი საზოგადოებისათვის და არა საზოგადოების ამა თუ იმ კერძო ჯგუფისათვის იყოს უფრო მეტი, ვიდრე ის დანახარჯი, რომელიც ამა თუ იმ სახის რეგულაციაზე იხარჯება. ქალბატონ ქეთევან, თავის დროზე, როდესაც 2005 წელს, როდესაც კახა ვენდუქიძეს გადაწყვეტილებით გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, ერთ-ერთი მოტივად დასახელდა ის, რომ ეს არის კორუფციის ბუდე და არ არის საჭირო ასეთი სამსახურის არსებობა. თქვენ გულისხმობთ კონკრეტულად ამ სამსახურს თუ ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ შეიცავს კორუფციის საფრთხეს? არა, ზოგადად სწორედ ამ სამსახურზე გააკეთა განცხადება. თქვენ ასეთი ფაქტები თქვენთვის ცნობილია? ჩემთვის არ არის უბრალოდ ეს მაშინ დაასახელა მოტივად ასე მაშინ და ეკონომიკის. იცით რა, მოტივი ძირითადი იყო, რომ ლიბერალიზების მოტივით მოხდა აი ამ კონკურენციულ პოლიტიკაზე უარის თქმა და ასეთი შემთხვევები რომ ყოფილიყო, რაზეც თქვენ ბრძანებთ და თუ ბატონ კახას ჰქონდა ასეთი მაგალითები, ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა სათანადო მმართველობითი ორგანიზებების გატარება, მენეჯმენტის შეცვლა და სხვა. აქ მთავარია თუ ქვეყანა მიიჩნევს, რომ ესა თუ ის პოლიტიკა საჭირო ამისთვის, მისი ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, მაშინ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. აქ მთავარი იყო, რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციული პოლიტიკის გატარებისა და მისი აუცილებლობისა. და შესაბამისად გაუქმდა სამსახური, უფრო სწორად გაუქმდა სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, შეიქმნა კონკურენციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომელიც ამ წლების განმავლობაში არსებობს, აგრძელებს არსებობას, ჯერ იყო ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სააგენტოს სახით, შემდგომში დამოუკიდებელი საჯარო სუბიექტის სახით და ამჟამად ის არსებობს უკვე სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს სახით. ის რომ დღეს ასეთი სააგენტო არ აქვს, ეს არ არის მართალი, სააგენტო არსებობს, მაგრამ არსებული საკანონმდებლო ბაზის ფორმალურად არხიდან ასეთი რეალურად გაუქმდა. მართალი ბრძანდებით, რეალურად გაუქმდა ფორმალურად და გაუქმდა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს სწორედაც კონკურენციის ძირითადი პრინციპების განხორციელებას. ეხლა მე როდესაც ვსაუბრობ ამ პრინციპებზე, მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ის, რომ ამა თუ იმ ექსპერტს, რომელი პრინციპი მიაჩნია საჭიროდ, რომ დაინერგოს და რომელი არა. მე ვგულისხმობ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ წესებსა და პრინციპებს კონკურენციისა, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს 120 ქვეყანაში და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში და შესაბამის აღმასრულებელი სტრუქტურების სახით არის გამოხატული ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ასეთი პოლიტიკა, უკვე ვთქვი, ეს არის 120-მდე ქვეყანა მსოფლიოში და თუ ვისაუბრებთ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ევროკავშირის სადამფუძნებლო ნორმები კონკურენციის პოლიტიკის გატარებაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ ისეთი ორიენტირი ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები, გაეროს პრინციპები, რომელსაც ეფუძნება სწორედ ის ჩვენი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს. რას ეფუძნება, ანუ მთავარ პრინციპებზე მოდით რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, გადაცემაში რეკლამის თქმა. გადაცემა ბიზნესის დრო კლავ ეთერშია, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ჩემ სტუმართან, ქეთევან ლაფაჩი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში და ასევე პროფესორი. ქალბატონ ქეთევან, მოდი ბოლოს უკვე ბოლო ნაწილში გადაცემის შევაჯამოთ, გავაკეთოთ გარკვეული რეზუმე, როგორი კანონმდებლობა. თქვენ აქტიურად ხართ ჩართული, აქვე მივართ ტელემაყურებელს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალბატონი ქეთევანი არ გახოთ ადამიანი, რომელიც აქტიურად არის ჩართული აი ამ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში. როგორი კანონმდებლობა გვექნება
ამ მიმართულებით? მოდით ასე ვთქვათ, ჯანსაღი კონკურენციული პოლიტიკის გატარება პირველ რიგში ორ ელემენტს ეფუძნება, ორ ელემენტს გულისხმობს. ეს არის სათანადო სამართლებრივი ნორმები, სამართლებრივი ბაზა და შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურა. იმისათვის, რომ იყოს სათანადო კანონი, ამ კანონში უნდა იყოს ცხადი და პროგნოზირებადი წესები, რომელიც სასახად იქნება წაკითხვადი და აღსრულებადი და გასაგები ბიზნესმენებისათვის. ამ შემთხვევაში აუცილებელია კანონი მოიცავდეს ყველა ძირითად კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციის, როგორ გითხრათ, თავისუფალი კონკურენციისათვის პირობების შექმნას. ანუ ის ძირითადი კომპონენტები, რაც კანონში ასახული, ეს არის კარტელური შეთანხმებების ამკრძალავი ნორმები, არის მუხლები, რომელიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლების სწორედ რომელზეც ჩვენი ოპონენტიც საუბრობდა, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან რომ არ იყოს დაშვებული ანტიკონკურენციული ქმედებები, რომელიც ხშირად გამოიხატება ხოლმე ამა თუ იმ ბიზნეს წრეებისათვის, ამა თუ იმ ბიზნესისათვის, სამეწარმეო სტრუქტურებისათვის დაუსაბუთებელი უპირატესობების მინიჭებაში და ან ბიზნესის დისკრიმინაციაში, ეკონომიკური აგენტების დისკრიმინაციაში. ცხადი მაგალითები უახლოეს წარსულშიც იყო საქართველოში, როდესაც მედია სივრცეს გულისხმობ, როდესაც ზოგიერთ ტელევიზიებს მილიონობით ვალი ჩამოეწერა და ზოგიერთ ესეც რა თქმა უნდა ასეთი кейსი ნებისმიერ ქვეყანაში გახდებოდა კონკურენციული სააგენტო რა ერქმევა რა მნიშვნელობა აქვს ამ სტრუქტურას სააგენტოს დიახ ანალიზის საგანი და მის მხრიდან ასე ვთქვათ საწინააღმდეგო დასკვნის და რეკომენდაციების გაგზავნის საგანი მთავრობისათვის და დადგებოდა საკითხი ასეთი სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე ან და პრევენციის თაობაზე დასაწყისშივე. არის ნორმა, რომელიც გულისხმობს მონოპოლიური მდგომარეობის თავიდან აცილებას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჩადებული, ერთი მომენტია, რომ ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ არ იკრძალება დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, იკრძალება მხოლოდ მისი ბოროტად გამოყენება და ბოროტად გამოყენებაში რა შედის, ესეც ცხადად უნდა იყოს კანონში გაწერილი და ჩვენს პროექტში ეს არის გაწერილი. მე პროექტი ვახსენე, კანონი უნდა იყოს ჯანსაღად აგებული და ორაზროვნად არ უნდა იკითხებოდეს, კანონი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პროგნოზირებადი, განჭრეტადი, ბიზნესმა უნდა იცოდეს ცხადად ვისზე ვრცელდება კანონი, რა ქმედებებზე ვრცელდება კანონი, რა არეალზე ვრცელდება კანონი, კანონი ასევე უნდა ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, კანონის აღსრულების მექანიზმებს, როგორიცაა ვთქვათ, რა მოხდება კანონის დარღვევის შემთხვევაში და ცხადია იმ სტრუქტურას, რომელსაც დაეკისრება მონიტორინგი. სადამსჯელო ღონისძიებები სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს პრევენციის მიზნით. პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში მისაღები ნორმატიული აქტების ექსპერტიზა, იმიტომ რომ თავითვე არ იყოს ბაზარზე დისკრიმინაციული პირობების შექმნილი და ბაზარი იყოს გახსნილი ღია ნებისმიერი მსურველისათვის. შემდგომი ეტაპი არის უკვე ბაზრის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, შესაძლოა ანტიმონოპოლიურმა ორგანომ განახორციელოს კვლევა თავის ინიციატივით და ამა თუ იმ ქმედებები და შესაძლოა ეს მოხდეს საჩივრის საფუძველზე საქმის განხილვა. ბერკეტი უნდა კონდეს აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერ სამართალ დარღვევად, რომელიც არის ვთქვათ აკრძალულ ქმედებებზე, უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები, ეს იქნება, რა თქმა უნდა, სანქციების სახით არის გათვალისწინებული, თუმცა აქვე ვიმეორებ იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპები იმთავითვე იყოს გათვალისწინებული ამ კანონმდებლობაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ სათანადო არგუმენტაციის, მხოლოდ ბაზრის სათანადო ანალიზის საფუძველზე დაზგნის გაკეთებას, რომ არ მოხდეს ზედმეტად ჩარევა და ბიზნესისათვის ზედმეტი ტვირთი არ იყოს. ცხადია, რეგულირება ნებისმიერი სახით ბიზნესისთვის არის გარკვეული ტვირთი. ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ იმდენად გაწონასწორებული იყოს და იმდენად იყოს აღსრულების პროცესები გამჭვირვალე წარიმართოს, საზოგადოებრივი მონიტორინგიც იმავდროულად განხორციელდეს აი ამ სტრუქტურის საქმიანობაზე, რომ იმთავითვე იყოს რისკები მინიმუმამდე დაყვანილი. ახლა გარკვეულ რისკებს ყოველთვის შეიცავს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის რეგულირება რისკებს ზედმეტი ჩარევისა, მაგრამ ეს უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი ამ სტრუქტურის დიზაინის პროცესშივე, ამ სტრუქტურაში სათანადო საკადრო გადაწყვეტილების მიღების პროცესშივე და რაც ყველაზე მთავარია, მაპატიეთ, რაც ყველაზე მთავარია
მთავარია აქ არის აუცილებლად გათვალისწინებული ბიზნესთან ორმხრივი კომუნიკაცია და სააპელაციო მექანიზმები. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც გამოიტანს ეს სტრუქტურა, რა თქმა უნდა, დაექვემდებარება სათანადო გასაჩივრებას და რა თქმა უნდა, იქნება ეს შემდგომი განხილვის საგანი. თქვენ ახსენეთ ცვლილებები. შედის აი ამ კანონში, ჯერ კიდევ საპროექტო სტადიაზე, როდესაც 2012 წლის კანონი იხილებოდა, მრავალ ექსპერტს, მრავალ საერთაშორისო მათ შორის ორგანიზაციას ჰქონდა ძალიან ბევრი კომენტარი და შენიშვნა კანონის პროექტთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი ძველი ხელისუფლების მიერ და ფაქტობრივად პირველი მოსმენით რაც იყო წარდგენილი კანონი დიდად არ შეცვლილა ის მიღებამდე. მე შემიძლია გავიხსენო მრავალი ღონისძიება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება, სადაც იხილებოდა ეს კანონპროექტი და სადაც აქტიურად ვოპონირებდით, მათ შორის მეც და არაერთ საერთაშორისო ორგანიზაცია. რაც შეეხება ცვლილებებს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, გასული წლის გაზაფხულზე საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც მე როგორც ექსპერტი წარმოვადგენ, კვლევით ინსტიტუტში მოვამზადეთ კონკურენციული პოლიტიკის კონცეფცია, კანონისა და ინსტიტუტის კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია ჩვენ მხოლოდ მოვახერხეთ აი ახლა დეკემბრის 5 რიცხვში პრეზენტაცია. მომზადებულია შესაბამისი კანონის პროექტი, ახალი კანონის პროექტი, რომელიც უკვე წარედგინა საკანონმდებლო წინადადების სახით, უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, ინიცირების უფლება, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას არ გაგვაჩნია, წინადადების სახით არის წარდგენილი, თუმცა პროექტია უკვე წარდგენილი. პროექტი არის ახალი კანონის პროექტი, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ იმის გამო, რომ ეს 2012 წლის კანონ პროექტი შემუშავებული იქნა ევროკავშირის რეკომენდაციებით, მოთხოვნით და გარკვეული პროცესები იყო და საერთაშორისო თანამშრომლობა, იქნებ ცვლილებების გზით მოხერხდეს. მთავარია აისახოს ამ კანონში ის აუცილებელი, რომ კანონი იყოს ქმედითი მექანიზმი და ის მოემსახუროს საზოგადოების და არა მისი ცალკეული წრეების ინტერესებს. ხა რამდენიმე კომპონენტი თუ განსხვავებული. მე გადაცემის ჩვენი დრო სამწუხაროდ უკვე ამოიწურა, მე დავაკონკრეტებ დეტალებზე საუბარი ძნელი იქნება ამ საკანონმდებლო და შედარებითი ანალიზი გავაკეთოთ მაშინ. მე ტელემაყურებლისთვის დავაკონკრეტებ იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. ქალბატონი ქეთევანი დამეხმარება, ეს არის საუბარი იმაზე, რომ ეს როდესაც კონკურენტული გარემო არ არის ქვეყანაში სათანადო, ეს პრობლემას უქმნის ბიზნესსაც, ანუ ვერ შემოდის ბიზნესი ბაზარზე, მას უჭირს შემოსვლა. როდესაც არის მონოპოლიები და ოლიგოპოლიები და მეორე მომხმარებელი ეს აისახება, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ალბათ ქალბატონ ქეთევანი ჩვენს მაყურებას, ფასები. ანუ ის აწესებს თვითნებურად მოდით ასე ვთქვათ, თავისუფალი კონკურენცია ნიშნავს არა მხოლოდ დიდ არჩევანს პროდუქციის შესაძენის საქონლისა და მომსახურებისა, არამედ ხარისხობრივ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას და რაც მთავარია ფასებით კონკურენციას. არჩევანი არის ის მექანიზმი, რაც მომხმარებელს აძლევს იმის უფლებას, რომ სწორედაც რომ გააკეთოს არჩევანი და უპირატესობა მიანიჭოს ამა თუ იმ ბიზნესს და აი ამ ბიზნესში წარმატების შედეგად შეიძლება მართლაც და რომელიმე კომპანია მოგვევლინოს დომინანტის როლში, რაც თქმა უნდა არ იკრძალება კანონით და რაღაცა გარკვეული ზღვრული ნორმა არის. არა, მიუხედავად ნორმისა დასაშვებია იმ დონემდე, ვიდრე ის არ გამოიყენებს ბოროტად თავის მდგომარეობას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანი, მადლობა რომ მოგზანდით, იყავით ჩვენი სტუმარი, ჩვენი გადაცემის დრო კი ამოიწურა, მე ხოლმე გემშვიდობებით.